ქართული დელეგაცია ევროსაბჭოში ვიზიტს განაგრძობს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლობა შეხვედრები გამართეს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მიუჟენექსთან და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასთან. როგორც უმცირესობის წარმომადგენლობა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში შექმნილი მდგომარეობა და ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირთა დაპატიმრებები, ასევე ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას უმცირესობის წევრებმა დააყენეს საკითხი მომავალ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც პარლამენტში გადაწყვეტილების მიღების კვოტა 3/4-დან 2/3-მდე მცირდება. ვისაუბრეთ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. ეს არის განსაკუთრებით მდგომარეობა რელიგიურ, ეთნიკურ, სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები და შერჩევითი სამართალი, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის ის, რაც ხდება ადგილობრივ თვითმმართველობებში. შეშფოთებული ვართ იმით, რომ საქართველო დღითი დღე უფრო შორდება იმ სტანდარტებს, რომელთან დაახლოებისთვისაც არსებობს ვენეციის კომისია. ეს ჩვენ ვიხილეთ სასამართლოებთან დაკავშირებით, როდესაც ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის დასკვნა და უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ხოლო ამის შემდგომ, რაც მათ მიიღეს კანონი, მათ უკვე აღარ შეუწყეს ხელი იმას, რომ კანონი შესრულებული იყო.